თავი მე-18. უთხრა მათ კიდევ იგავ იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. თქვა: ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთის არ ეშინოდა და ხალხის არ წვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მოქიშპისაგ. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: მართალია ღვთის არ მეშინია და ხალხის არ მრცხვენია, მაგრამ რა კი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს. თქვა უფალმა: გესმით რას ამბობს უსამართლო მსაჯული. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღე და ღამე მას შეღაღადებენ და არ იქნება სულგრძელი მათთან. თქვენ გეუბნებით, მალე დაიცავს მათ. მაგრამ როდესაც კაცის ძემოვა ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას. ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟი. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ ჩემ ღმერთო, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები არიან, მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟია. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მე-10-ს ვაძლევ ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ მიეპყრო თვალი. კერჩი მჯიხს იცამდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი. თქვენ გეუბნებით, ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. მოუყვანეს იესოს ყრმებიც, რომ შეხებოდა მათ, ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, საყოდურობა დაუწყეს. მაგრამ იესომ მოიხმო ისინი თავისთან და თქვა: გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ისი არ მიიღებს ღვთის სასუფეველს როგორც ბავშვი, ვერ შევაშა. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? ხოლო იესომ უთხრა მას: რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არ არის კეთილი გარდა ერთი ღვთისა. იცი მცნებანი, არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო სრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას. მან თქვა: ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი. ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: ერთიღა გაკლია, რაც გაქვს ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში, მოდი და გამომყევი. ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, ვინაიდან მდიდარი იყო ძალიან. იესომ შეხედა მას და თქვა: რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში. ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნჩში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. მსმენელებმა თქვეს: ვიღას შეუძლია გადარჩენა. მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი, ღვთისთვის შესაძლებელი. პეტრემ უთხრა მას: აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოყევით შენ. იესომ კი უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არავინ არის რომ ღვთის სასუფეველის გულისათვის დატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში საუკუნო სიცოცხლე. წაიყვანა თავისი 12 მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება. ისინი კი ამით ვერაფერს მიხვდნენ, ვინაიდან ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ გაიგეს ნათქვამი. იერიხონს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა. გამვლელი ხალხის ხმა გაიგო და იკითხა: რა ამბავია? უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდის. მაშინ მან დაიყვირა: იესო დავითის ძეო, შემიწყალე! წინ მიმავალნი გაუწყდნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: დავითის ძეო, შემიწყალე! შეჩერდა იესო და ბრძანა. მასთან მოეყვანა. როცა იგი მიუახლოვდა, ჰკითხა: რა გინდა რომ გაგიკეთო? უთხრა: უფალო რომ თვალი ამეხილოს. ხოლო იესომ უთხრა: აახილე, შენ მარწმენამ გიხსნა შენ. და იმ წამსვე აეხილა.
მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.